მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ ერთხელ უნდა შევმოგვთავაზოთ ვახოსთან ჩვენი კოლაბორაცია, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მორიგი კოლაბორაცია. ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი, პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტი ვახტანგ კეჟერაძე, ვინც არ იცნობთ, ახლა რამდენჯერმე ყოფილვართ უკვე ჩვენ ჯგუფური ტრენინგიც გაგვიკეთებია, ლექციაც ჩაგვიტარებია, ვიდეოც დაგვიდია, ასე რომ ესე ვინც მომყვებით, იცნობთ უკვე ვახოს. ჩემი ლექტორი არის ვახო, ვინც არ იცნობთ, რომელიც უზნაძეში მიკითხავდა პიროვნების თეორიებს და ეს იყო ყველაზე ჯადოსნური ლექციები, რაც კი მქონია და იქ ვიყავით ისეთი აღფრთოვანებულები და ისეთი საინტერესოდ საუბრობდა ვახო და ვახოს აქ ყველაზე კარგი მე რაც მიყვარს შვილდოსნურად ზედა სურათით უყურებს პროცესებს, ძალიან კარგად ისმის ასტროლოგიაც სხვათა შორის. ყველა მიმართულებები გესმის შენ ფაქტიურად, რაც კი არის რამე ესეთი. იუნგისეული ფსიქოთერაპია არის ვახოსთვის განსაკუთრებული და შესაბამისად იუნგი ახლა არქეტიპებში ძალიან კარგად მუშაობდა, ასტროლოგიაშიც კარგად მუშაობდა და შესაბამისად მოგიწია კიდეც რა გარკვეული ყავი ამ თემებში. და ძალიან კარგი, საინტერესო თანამშრომლობა გაქვს ჩემი აზრით მე და შენ ვახო, იმიტომ რომ მე ვთქვა ასტროფსიქოლოგიაში ვარ, შენ უკვე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ხარ და ძალიან კარგად შეგვიძლია ვთქვა როგორ მუშაობს ასტროლოგია და მე შენ ენაზე, ფსიქოთერაპიულ ენაზე ეს როგორ ითარგმნება, როგორ შეგვიძლია ასტროკონსულტაცია შეუსაბამოთ უკვე ფსიქოთერაპიას. და მე რაღაც შემსხილებსაც დავდებ აქ, შენი და უკვე რაღაცა განსხვავებული გამოგვივა, ხო? და ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს მე და ვახოს ჭრtildeზე საუბარი. ეს იუნგისეულ ჭრtildeზე და ასტროლოგიურ ენაზე ეს არის შავი მთვარის ენერგია. ეს არის სხვა შეს არა მარტო შავი მთვარის, მაგრამ ცოტა სატურნი შემოდის ჭრtildeში, სატურნული ენერგიაც არის. შიშები, სატურნი არის, ეს უკვე რეალური პრაქტიკა, ესეთი სხეულებრივ შიშებში რო გადადის უკვე სატურნი იცის, სომატური, ხო, ეს უკვე სატურნის ენერგიაც არის, მაგრამ შეფენილი არის ხოლმე ეს შავი მთვარის ენერგია, ხო, ჭრtilis და იცი რას ვაკვირდები, მე ახსნი ჩემ პრაქტიკაში მაგალითად უფრო პირად რუკებზე რომ მუშაობ, თქვათ, აი ამ ჭრtildeთან ჩემს საყვარელი თემა არის ჯგუფურ ტრენინგებზე, ვიც მქონია ხშირად ამ ჭრtildeზე. და იცი რას ვაკვირდები, რომ რა თქმა უნდა ფსიქოთერაპიასაც გავდივარ პარალელურად და როდესაც ამ ჭრtildeში შევდივართ, რასაც ჩვენ გვასწავლიდი მაგალითად თუნდაც ხო თეორიებში, აი ამ ჭრtildeთან ინტეგრაციით, აი ამ ტკივილთან ჭყალებში, ვის რა ტკივილი აქვს სხვადასხვა არის, ახლა ზოგთან ტკივილი ესე სიტყვა არ მოდის და შფოთვა მოდის მაგალითად, ზოგთან მოდის იქ მენტალური დაბნეულობა, ყველას თავისი ჭყალებში. ზოგჯერ შფოთვა დაცვა, ხო. პირველი ტკივილია და შფოთვა ზედაპირზე სიმპტომია უბრალოდ. ხო, ხო, და ყველას თავისებური აღქმა აქვს, მაგრამ ძირში მაინც ეს ტკივილის ენერგია შემოდის. და ამის მიღებით, ხო, ავდივართ ნელა სელენას ენერგიაზე, ეს ჩემ ენაზე რო ელაპარაკოთ. და ძალიან საინტერესო არის, მე უკვე ახლა ჩემთან რომ მოდიან, მე რაღაც ძალიან ღრმა თემას თუ დავამუშავებ, მე თერაპია არის უკვე საჭირო, კიდევ უფრო ჩაუღმავდეს ადამიანი, კიდევ უფრო ინსტრუმენტები დაინახოს ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ხო მე behaviorism-ის არის საჭირო. ახლა კი ერთი გავაცნობიერე, მაგრამ მე უნდა დავგეგმო თქვათ, რას ვაპირებ შემდგომ, ან ქცევით როგორ დავუხსნათ twins რომ ხო, იმის რასაც ვწდები ასტროლოგიით მათ შორის პირველ რიგში და როდესაც ამ არქეტიპულ ენერგიას, რომელიც არის ღრმად ჭრდილოვანი მტკივნეული როგორც ჩვენ თქვი, ამას ეხები აუცილებლად ჭირდება დაგრაუნდება. ამას ვეძახით დაგრაუნდება. დისციპლინა, პასუხისმგებლობის აღება და ცდილობა რომ რაღაცნაირად ეს ინფორმაცია არ დაიფანტოს, ხო? იმიტომ რომ ტკივილთან შეხვედრა, ნებისმიერ ღრმა ემოციასთან შეხვედრა, რომელიც ჭრდილშია და შეგვიძლია კიდე გავშალოთ რა არის ამ ჭრდილში, ხო? რას ხვდებით ხოლმე. მოითხოვს გამძლეობას. და ანუ სატურნის გარეშე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ შეეძლო და ამ განცდებიდან შექმნა რამე პრაქტიკული და ცხოვრებაში რეალური ცვლილები განახორციელა ქცევაში, ურთიერთობებში და შეცვალა ცხოვრებისეული სცენარი, სადაც ცხოვრობ და ცვლილების გაცნობიერება ზოგჯერ არა პირველი შრეა და პირველი ნაბიჯია. ჭრtildeთან შეხვედრა, მაგრამ ჭრtildeთან შეხვედრა ისეთი გამოცდილებაა, რომ ხშირად ადამიანი ძალიან ძლიერ ემოციას განიცდის და ინტენსიური გამოცდილებაა ყოველთვის, მაგრამ ზოგჯერ იმდენად მტკივნეული რომ შეიძლება ესე ვთქვათ, ცნობიერმა დაცვითმა მექანიზმებმა ეს ცოდნებიც
რაღაცნაირად მიაყუჩოს ისევ ჭრდილს ხო მქონია მე ისევ ჭრდილში მიუჩინოს ამას ადგილი და რამდენიმეჯერ შეიძლება კონდეს ადამიანს ცდილობა რომ შეხვდეს აი კონფრონტაცია გააკეთოს საკუთარ ჭრდილთან და სატურნის გარეშე ეს შეუძლებელია და შენ რაც თქვი ძალიან მენიშნება რომ ჩემი დაკვირვება ჩემ ცხოვრებაზე ჩემ გამუშავებაში არის რომ სატურნი ეხმარება ძალიან ადამიანს აი ამ ძიმე ტრანზიტებში დაბრუნებებში პირად პლანეტებთან რაღაცა ძიმე ასპექტებში ეხმარება რომ აიღოს პასუხისმგებლობა მეტიც ალბათ თხოვს რომ აიღოს პასუხისმგებლობა სატურნის პრინციპი რომ გახდი შენი ცხოვრების არქიტექტორი დაიწყე ამ იმასალით შენება რაც მოგეცა გასაგებია რომ ჭრდილში სასიამოვნო ემოციებს არ ხვდებით მაგრამ გარდაქმენი ხო და იუნგიც ამაზე საუბრობდა რომ სიმბოლურად ალქიმიურ პროცესს ადარებდა და ეხა ალქიმიური მითი ჩვენ ვიცით რაც არის ხო როდესაც ალქიმიკოსი ცდილობს რომ მიიღოს რაღაცა ვერცხლისგან ოქრო ან რაღაცა სპილენძისგან ოქრო ხო და არასოთა მეტალისგან გინდა რომ მიიღო ოქრო და აი ეს პროცესი როგორ ღებულობ ამას იუნგი ამბობდა რომ შინაგან ფსიქოლოგიურ ღრმა ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციის სიმბოლური ამბავია რომ ჩემს კივილს ჩემს სიღრმისეულ ჭრდილოვან ემოციებს რაც არის მოდი ვთქვათ რა ხო ყველაფერი რისიც მეშინია ყველაფერი რისიც მრცხვენია ყველაფერი რაც არ მინდა რომ თვალი გავუსწორო ყველაფერი რაც ჩემს სტაბილურობის განცდას საფრთხეს უქმნის და ის სახე ჩემი რომელიც არ მინდა რომ სხვამ დაინახოს და მათ შორის ეხლა რასაც ამ პროცესში ჩვენ არ ვართ ჭრდილთან როგორც წესი კონტაქტში ეხლა საუბრით შევდივართ აქ ვაქტიურებთ ამ ველს მაგრამ სოციუმის მოთხოვნები, გარესამყარო ყოველთვის გთხოვს, რომ გარკვეულ ჩარჩოს, გარკვეულ პატერნს, გარკვეულ წესრიგს დაექვემდებარო, ხო? და ის სახე, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ სხვებს, არის ხშირად ის სახე, რომელიც მიიღო საზოგადოებამ. და ყველაფერი რაც არ მიიღო, ყველაფერი რაც ჩემშია, მაგრამ შენ შეიძლება ეს არ მოგეწონოს და შენშია და მე არ მომწონს. ეს მიდის, ესე ვთქვათ, ფსიქიკის ძალიან ღრმა პლასტში, შრეში, ჭრდილოვან მასალაში და ჭრდილოვანი მასალის ძალა შესაბამისად ძალიან დიდია, იმიტომ რომ წნეხი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ რომ მასზე განვახორციელოთ, ძალიან დიდია და ფიზიკის კანონები გვეუბნება ჩვენ, რომ რა ძალითაც ობიექტზე ზედაპირზე ცდილობთ ესე ვთქვათ, ზეგავლენა იქონია, იმავე, მაგრამ საპირისპირო ძალით ის იქიდან ცდილობს, რომ შეეწინააღმდეგოს ამას და ჭრდილის გაცნობიერება გარდაუვალი პროცესია და ასტროლოგიურადაც ესე ხდება, რომ ჩვენ არაერთ რეინკარნაციაში სწორედ ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენ განდევნილ ნაწილებს, იმ ნაწილებს, რომელიც არ მიყვარს ჩემში, რომელსაც მსხვენია, რომელიც მარშინებს, რომელიც არც მინდა რომ მქონდეს, ხო? ვცდილობ ამას გავექცე და ენერგია რახან არ ქრება ამ ენერგიის კანონის თანახმად, ის ტრანსფორმირდება და ამ ჭრდილს სხვაში ვხედავთ. სხვაში მაგალითად პროექციაში რო გადავდივართ, მექანიზმი ერთობა და სხვაში მაღაზიანებს მოდმივად, ხო? ანუ რაღაცა მატრიგერებს, როგორც დღესდღეობით უწოდებთ, ანუ ძალიან ძლიერ ემოციურ შეიძლება ძალიან ხშირად გაუცნობიერება, დავინახე ადამიანი და რაღაც უსიამოვნო განცდა გამიჩნდა, ხო, სხეული დაიძაბა, სომატურად ვლინდება და აი ჭრდილთან მუშაობა შეუძლებელია სხეულის გარეშე, ისეთ ვამინდა, რომ სხეული არის მთავარი იარაღი, მთავარი ესე ვთქვათ, რამ რაც მაგრძნობინებს აი ამ ძლიერ ემოციას, უსიამოვნო ემოციას და მე სავარჯიშოც მაქვს ხოლმე ესეთი ჩემ ცხოვრებაშიც და ჩემს პაციენტებთანაც, რომ მოდი დააკვირდი ახლა ყველაფერი ეცადე რომ დაიმახსოვრო, რაც გაგაღიზიანებს სამყაროში, ხო, რაც გაგაფრაზებს, რაც აქსიამონებს, რისიც გშურს, ხო, რაც გაშფოთებს. იმიტომ რომ სინამდვილეში იუნგიც ამბობდა ამას, რომ ყველაფერი რაც გარესამყაროში ესეთ ინტენსიურ ემოციურ რეაქციას იწვევს, არის ჩვენი ჭრდილოვანი ხარის პროექცია და დანახვა გარეთ და ეხლა ინდივიდუალურ ფსიქიკაში როცა ეს ხდება შედარებით ისეთი მიკროპროცესია, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ეს პროცესი კოლექტიურ ველში ტრიალებს, როდესაც ქვეყანა იხლიჩება, საზოგადოება იხლიჩება, მე ნაცი ვარ, შენ კოცი ხარ, მე კომუნისტი ვარ, შენ კაპიტალისტი ხარ და მუდმივად ერთმანეთზე ვიშვერთ ხელს და საკუთარი ჭრდილის
მიუღებლობა ვლინდება იმაში, რომ მე შენ გებწვი გარეთ, გონია რომ შენ სხვა ხარ და ამით ვცდილობ რომ გაგანადგურო და იუნგი ზოგადად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ადამიანმა კაცობრიობამ ვერ შეძლო ჭრდილთან დაახლოება და ჭრდილის ენერგიის ინტეგრაცია ფსიქიკაში და ერთიან ცნობიერებაში, ეს არის დესტრუქცია. სამყაროს დასასრული სწორედ ეგ არის, რომ ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ ცნობიერება ერთიანია, ჩვენ იზოლაციაში ვართ, მხოლოდ ილუზიაში, მე ვარ და შენ ხარ და უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. სინამდვილეში ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლები ვართ. ამ პრინციპით მე მგონი, რომ ასტროლოგიაშიც რაღაცა ეს მუშაობს, ხო რომ რასაც ხვდები სამყაროში, ეს არ არის შემთხვევით, ხო? ყველაფერში დევს რაღაც სინქრონულობა და რაღაც ჩვენთან რა არის საინტერესო, ეგ მინდა მაგაზე მე შენებურად ახსნა. როცა ჭრდილთანზე ვლაპარაკობ ჩამთვარეზე. არის კარმულ ასტროლოგიაში ესეთი გამოცდილება, რომ ჩვენ ორივე პოლარობებში ვიყავით, ხან ერთში ვართ, ხან მეორეში. აი მაგალითად, შავი მთვარი ვერძი რო ავიღოთ, ან მკვლელი იყო, ან მოკლული იყო. ორივეგან იყო სულ. ხან ერთი არქეტიპი ერთვება, მეორე ინკარნაციაში მეორე. თუ შავი მთვარე მორიელში არის, ერთხელ იყო, თქვათ, შურის მაძიებელი, манипуляტორი, შემდეგ ცხოვრებაში ვიღაცის манипуლირების ხერხული არის. და კარმულ ასტროლოგიაში მთავარი მისი არის, რომ ჯაჭვი გაწყდეს. არც იქით იყო, არც აქეთ. ანუ საერთოდ გათავისუფლდე ამ როლისგან და რაღაც სხვა მესამე გზაზე დადგე. რომ მაგალითად მორიელისთვის აღარც ხერხული იყოს, ან აღარც манипуляტორი, მაგრამ იყოს უკვე რომელიც უსმენ სამყაროს ენერგიებს, საკუთარ თავს, ეხლა შავი მთვარი მორიელში არის ცაზე და განსაკუთრებით მაგიტომ გავამახვილე ყურადღება და მართო არა სხვები, ან გმართონ არა სხვები, მაგრამ შენ მართო შენი ემოციები, შენი თავი და ეს არის მესამე გზა, ოღონდ კონსტრუქციული, ანუ სელენა იდეაში როგორც იქცევა. მაგრამ მე ჩემ პრაქტიკაში თუნდაც თერაპიულად რამდენჯერაც მქონია შეხვედრა საკუთარი თავიანად, როცა მე ჩემ თერაპიაზე ცალკე დავდიოდი, ლილიტის ენერგიას რო ხვდებით, ყველას გვაქვს ერთი და იგივე შოკი, დავინახე, შევისიცხორცე, ვიგრძენი, მაგრამ ხვდებით, რომ მე არ მინდა აქედან წასვლა. ეს იმდენ ჩემია, რომ მე არ ვიცი სხვა გზა. და მე ეს ჯერ ჩემ თავთან ნახე, ჩვეულებრივ თერაპიაზე, გეშტალტ თერაპევტთან, შევხვდი ჩემს ლილიტს, ვიგრძენი, ჯერ საშინლად შემეშინდა, მე ვიგრძენი, რომ თან მნიშვნელოვანი ძალა არის, მაგრამ თან მივხვდი, რომ ამას ვერაფერს ვერ ვუსამ. მე იწყება გამოუვალი მდგომარეობის განცდა, რომ ვერც უშვებ, ვერც რჩები და რაღაცა. მაგრამ ენერგია არ გაქრება. არ გაქრა, აქ ვარ, რაღაც უნდა მოუხერხო, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ მე პასუხი არ მაქვს, რა მოუხერხო და დავაკონსერვე. შემდგომ, როცა თერაპიულ პროცესში შევდიოდი, რომ მოდიან კონსულტაციაზე ჩემთან, იგივე ამოხდა იქაც. რამდენიმე უკვე გამეორდება სულ მუდმივად, რომ ჯდებიან, ოღონდ მე უკვე გამოცდილებით ეს მივხვდი და ყველაზე საინტერესო ის იყო, მე რომ ამ ჩემ ჩრდილს შევხვდი, შემდეგ მქონდა უკვე საერთოდ სხვა გეშტალტ თერაპევტთან შეხვედრა, რომელმაც იგრძნო, ჩვენ მანამდე უყვებოდით, სანამ ჩართვა გვექნებოდა და როგორც კი იქ დავინახე, რომ მესამე გზა არსებობს, ვიღაცა იყოს ამ ჩემს ლილიტთან ერთად და იგრძნოს მე რასაც გრძნობ და ეს აღმოჩნდა სამკურნალო იმ მომენტში და არა იქ რაღაც თეორიები და ტექნიკები. უბრალოდ გვერდზე ჩემთან ერთად დარჩნენ ამ ლილიტთან. და მან მივხვდი, რომ ის თერაპევტი მჭირდება, რომელსაც გავსი სიხშირე აქვს ამ ჩემ ლილიტურ ენერგიასთან და შემდგომ უკვე მივხვდი გამოსავალი. როდესაც შეუძლია დაიტიოს შენი ენერგია, ისე რომ არ გაგაკრიტიკოს, ერთ სიხშირეზე ვიყავით. კრიტიკაზე ის აღარ იყო. ისიც გრძნობდა და მეც გრძნობდი, ერთად გრძნობდით და მე ჩემს ტკივილთან მარტო აღარ ვიყავი. და ეს იმდენად უცნაური გამოცდილება იყო, იმიტომ რომ პირველად მქონდა ეგეთი რაღაც. და ეს იყო თერაპია. ეს იყო თერაპია. და შემდგომ ეს რომ მივხვდი მე უკვე, რომ მესამე გზა არსებობს თურმე, რომ მარტო არ ვიყავ ტკივილთან და შესაძლოა როცა ვიღაცა არის ტკივილიც ქრება. როცა აღარ ახარ მარტო, ეს მარტოობის ტკივილი იყო და აღარ არის ეს და მე სხვებთან უკვე რომ მოდიოდნენ, ახლა ვიცი თქვა იმ ლილიტთან რა გავაკეთოთ და მართლაც რო ჩაუდებ. აბა იქნებ ესეც გვეფიქრა. და შემდგომ მოდის უკვე ახალი გზა, რწმენაც რომ შეიძლება ახლა ვერ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი სად უნდა წავიდე.
როგორ უნდა გავაკეთო? და შემდეგ უკვე გვჭირდება თერაპევტი, რომელიც ამ გზას გვაცხოვრებს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ მაგ მოგზაურობაში, იმიტომ რომ ასტროფსიქოლოგი შეუძლია იმ ყველაზე დარგში ჩაგახედოს გაგრძნობის, იმიტომ რომ ეს თერაპევტი ამას წლების რო შეიძლება მიხვდეს სადახარ. რუკა ეგრევე ხედავს, ხო, აქ და თუ ახლა თერაპევტთან ასტროლოგიური გამოცდილება აქვს და ხედვა ხო ეს ფანტასტიკურია საერთოდ. მაგრამ მოდიან ხოლმე რო გონიოთ, რომ ახლა მე რაც ვიცნობ ხალხს იქიდან გამომდინარე გეუბნები, რომ აი ეს არის მთავარი სურათი, მე რასაც ხედავდი სულ კონსულტაციაზე, მაგრამ შემდგომ არის ესეთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ამ მესამე გზას რო შევხედავთ, რომ უკვე იმედი ჩდება, რომ რაღაც გამოსავალიც არის, ანუ ჭრილის დამუშავებაში გადავდივართ და არა ამ პოლუსებში ვარდნა, ან მსხვერპლი, ან მოძალადე, ან აგრესორი და მსხვერპლი, ანუ ჩვენ სუპოლარობებში ვართ, კარმული ასტროლოგია ამას ამბობს და მე მაგი ვიგრძენი ჩემ თავში და ყველაზე საინტერესო ეგ იყო, რომ მე რასაც ვლაპარაკობ კარმულ ასტროლოგიაში, ეს თერაპიებზე გავლილი მაქვს. მართალია თურმე ეს კარმული ასტროლოგია. იმიტომ რომ ყველა ჭეშმარიტება საბოლოოდ ერთად მას. რაღაც ერთი აქვს, ხო. გამთლიანებაა მანდაც, რომ პოლარობა. აი, პოლარობა მე რა ფსიქოლოგიაში შემხვდა უკვე აქტიურად, რომ აი ეს შენში რაც აქეთ არის, იქით მეორე პოლარობას იზიდავს შენს და ერთი ჯოხის ორი ბოლო გამოდის ეს. ხო, და ამ დროს ის მეორე მხარე რომ გეჯახება გთხოვს, რომ დაამუშავე შენი პოლარობები. იმას შეეხება პოლარობებს. და რო ვეხებით, ოღონდ მე არის შემდგომი პროცესი, რომ არ ვიცით ამას რა მოუხერხოთ. და აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად თერაპიული პრაქტიკა, რომ არ დამიწყო ტექნიკები თერაპევტმა, უბრალოდ იყო და რა მოიტანა რა ხელშეულება შენ დარჩი ყველაზე მტკივნეულ ადგილას და იქ პირველად არიგრძენი თავი მართლა. ველის თეორია ეს არის, ხო, რომ ველის კონფიგურაცია, ველის სტრუქტურა შეიცვალა და შენს გამოცდილებაში გაჩნდა სიტუაცია, სადაც შენ ხარ ტკივილში. ოღონდ ეს ტკივილი სხვანაირია. მოც ამ ტკივილში მხარდაჭერას გრძნობ, ამ ტკივილში არ გრძნობ უარყოფას. და ეს გვაძლევს ახალ პატერნს და ნუ ეს ველის თეორიით ესეა, მაგრამ ნეირომეცნიერებას გეუბნება უკვე რომ მაგ დროს ახალი ნეირონები სინაფსური კავშირები ჩნდება, ჩვენი ტვინის ნეიროფიზიოლოგიური სტრუქტურები იცვლება გესმის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაფერი ერთ ადგილას მიდის, რომ აი იმას რასაც ამბობს ასტროლოგია, იმას რასაც ამბობს იუნგიანური სილონის ფსიქოლოგია, რომ ზოგადად ცხოვრებაში ეს მოგზაურობა გვაქვს ჩვენ, რომ სულელის მოგზაურობაც ამ არქეტიპულ ისტორიას ყვება, ხო იუნგი ამაზე ბევრს საუბრობდა, რომ გამოცდილებები არქეტიპული, სადაც ჩვენ ხვდებით სამყაროს ჩვენს პოლარულ გამოვლინებაში, ანუ მე თუ ჩრდილში მაქვს მუდმივად დაუშვათ ბრაზი და ბრაზა ვეხები, აღმოჩნდება, რომ ცხოვრებაში ხშირად შევხვდები ბრაზიან ადამიანებს. ხშირად ვიგრძნობ, რომ ვარ მსხვერპლი, რომ ვიღაცა უმიზეზოდ ჩვენს მიმართ აგრესიულია და აი ამ გზით ცდილობს, რომ დაგანახოს ერთიანი ცნობიერება, რომ ეს შენი პოლარული მხარეა, რომელსაც მოდი აბა ეცადე რომ ჯერ დარჩე, სანამ მიიღებ, ხო? შეძლო რომ დარჩე ისე, რომ ამ ძლიერმა ემოციამ არ ჩთანთქოს, ხო და არ გაიქცე აქედან. ხო, მაგრამ თეორიულადაც რო იცი რა პროცესია უფრო რჩები ხო, მე ხა ფსიქოლოგიის ცოდნა რაღაცებში დამეხმარა, რომ მან ვიცოდი უკვე რა პროცესი იყო. ხო, იმიტომ რომ ფსიქოლოგიამ ეს გზა აღწერა. გაკვალული, რა თქმა უნდა, რომ სამანამდეც იყო ფსიქოლოგია ახალგაზრდა მეცნიერება, ხო? მანამდე იყო ეს გაკვალული, მაგრამ ფსიქოლოგია აღწერა ფენომენები და დაარქვა ყველაფერს თავის სახელი, ხო? ჭრდილს როგორც ფსიქიკის რაღაც შრეს უკვე ვარქმევთ ამ სახელებს და ვიცით როგორ ხდება ამასთან მუშაობა, ხო? და აი ზუსტად ის არის, რაც ჩვენ თქვი, რომ გარე სამყაროში შენს რეაქციებს დააგვირთე. ყველაფერს, რაც გარეთ გაგიზიანებს, რაც არ მოგწონს, რაც ძალიან გაგიზიანებს, ან შეიძლება რაც ძალიანაც მოგწონს. მოგწონს, ხო. ხო, ნებისმიერი ინტენსიური ემოცია გარე სამყაროსთან და როდესაც შეგიძლია რომ ამ გამოცდილებას დააგვირდე, იქ ჩნდება ეს მესამე, რასაც შენ შეეხება, რომ არ იდენტიფიცირდე ბოლოდ მხოლოდ იმერს და არ ჩთანთქოს და არ გახდე მხოლოდ სევდა, იმიტომ რომ თუ ხარ სევდა, მაშინ მომენტში მეტი არაფერი არ არის შენ ცხოვრებისაცდომი და
ამას იუნგი ეძახდა არქეტიპულ შეპყრობას, ხო? შეპყრობა რა არის? როდესაც რაღაც ერთი ემოცია მთლიანად მოიცავს ფსიქიკას. მე მქონდა ეგ მომენტი, ამოვედი. შეიძლება რომ ამას იტყვი. იცი როგორ ამოვედი? ანუ შექმნის სივრცე, თუნდაც მინიმალური, სადაც არ ხარის რასაც გძნობ. აი ახლა საინტერესო რაღაცას გეტყვი რა მოხდა მანდ. მე შემიპყრო სევდამ ერთი პერიოდი და ვიცხოვრე ღრმად და მე დავიწყე იდენტიფიკაცია ვარ მე სევდა თუ არ ვარ. სინამდვილეში მე ვინ ვარ? სინამდვილეში მე რა მინდა საერთოდ დავჭი და დავაკლივდი არის ეს ჩემი თუ არა და ნახე მე სელენა ვერძი ვარ და უცებ გავიღი მე და არ არის ეს ჩემი თქვი და მივხვდი რომ ეს ძიმე ენერგიები კი სევდა არის რაღაცა მართლა ობიექტურობიდან გამომდინარე მაგრამ მივხვდი რომ მე არა ვარ ეს სევდა ხოლოდ ეს ხა გაიგიშტო გავიღივე და მივხვდი რომ არა მე სხვა ენერგია ვარ და გადავედი ესე ბჭყალებში ვამბობ მოვიშორე ყველაფერი რაც ამ სევდას მგვრიდა გულახდილად რო გითხრა თუ ადამიანი იყო საჭირო თუ სიტუაცია იყო საჭირო და დავიწყე საკუთარ თავთან მარჯვე დარჩენა არჩევანი გავაკეთე ჯერ შევისწავლე რა მხდიდა სევდაში რა იყო ეს სევდა ეხლა კი მაქვს ხოლმე რა თქმა უნდა მე უფრო კარმულ სევდაზე ხომ თვარის სევდაზე არა მაქვს ლაპარაკი და მე აი ეს იყო ჩემთვის საინტერესო როგორც კი ლილი ჩაუღრმავდი ელენა დავინახე ეს მე არა ვარ და მანდ გეშტალტი რო ამბობს ავთენტური მე უნდა მოძებნო სად არის აი ეს ავთენტური მე ვნახე რომ მე ვარ ღიმილი შინაგანად მე ვარ ღიმილი აი ეს პირობით ღიმოს ვამბობ რა სილაღე და ეს იცი როდის მოხდა რომ ამ სევდებმა მასწავლა რაღაცებთან გამომშვიდობება იმიტომ რომ სევდა ტყუილა ხო არ ჩდება რაღაცებს კარგავ და იმის სევდა რა დავკარგე ის რაც დასაკარგი იყო მივიღე გავიგე და მორჩა კარგი ახლა რა ვშვებით იწყებს თავიდან ყველაფერს თქვი და მე სხვა ადამიანებთან სხვა თერაპიულ შეხვედრებშიც აი ამ სელენასთან გადიოდნენ ხშირად. ანუ ყველაზე საინტერესო ის არის რომ ტკივილთან შეხვედრით ჩვენ ავთენტურ მეს მეგონა შენც იგივე კაია. იგივე გამოცდილება მაქვს ზუსტად მეც რომ რაღაცა მაგ კრიზისმა ჭრილთან შეხვედრამ სადაც ეგეთი ინტენსიური ამბავი ხდება ხო ყოველთვის რომ როგორც წესი ღრმა სევდა მარტოობა, დანაკარგის განცდა, ბრალის განცდა, დანაშაულის განცდა. სელენა ჩაგირთო ხო? ხო, ჩართო ეგ სელენა და გიბიძგებს ესეთი გამოცდილებები, რომ ანუ ეცადო და ამაღლდე და დაინახო ეს გვერდიდან და მე წავედი ზუსტად მანდ რომ ჩემი სელენა მშვილდოსანშია და რატო ხდება ახლა ეს ყველაფერი და რა არის ეს და ძალიან მინდოდა დამენახა დიდი სურათი. და დიდ სურათში აღმოაჩინე რომ ეს ჩემი სევდა ჯერ ეგეთი სულიად საჭიროა. ეს მარტოაც სულიად საჭიროა და განცდა იმისა რომ ეს არ არის შემთხვევითი და მოგზაურობის ნაწილია და რატომ ხდება ეს და ამას მოგიმღებობა და თუ მე შემიძლია და ამაღლდე ამ სევდაზე ვიგრძნო სევდაც მაგრამ ვიგრძნო რომ სევდის მიღმა უფრო დიდ სურათში უფრო მაღალი რაღაცები სამყარო ჩემს პირად კიბოს მიღმა არსებობს სამყარო ხო და ზოგადად ადამიანის პიროვნების ალბათ ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი ეგ არის რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრება დაინახოს არა მხოლოდ საკუთარი პირადი ამბების ფონზე არამედ იგრძნოს საერთოდ დანიშნულება რატო არის და რისთვის არის ახლა ხო იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ნებისმიერ ადამიანს ბევრად მეტი აქვს ასე ვთქვათ დანიშნულებაში და პოტენციალში რესურსი ვიდრე როგორც წესი ვავლენთ ხოლმე და ჩემთვისაც ეგ იყო რომ აი ამ დახლეჩილობიდან შევძელი რომ დავინახე დიდი სურათი და ამან მოიტანა ბევრი ცოდნაც და ბევრი გაცნობიერებაც და რა თქმა უნდა მეტი მიმრავლობა საკუთარი თავის და თუნდაც იმ სევდის და იმ ტკივილის რომელიც იყო იმიტომ რომ ხვდები რომ ეს არ იყო უბრალოდ შემთხვევით და მე სულ იხსენებ ხოლმე რომ აი ბევრი ისეთი პიროვნების ფსიქოლოგიაში ბევრი ავტორი ვინც ძალიან მნიშვნელოვანი თეორიული კონტრიბუცია შეიტანა პიროვნების ფსიქოლოგიაში ეს შემთხვევითი და ესე ვთქვათ უბრალოდ სავარძელში ჯდომის დროს არ მიუღიათ
ეგ მიგნებები და ინსაიდები. და კრიზისები კონტექსტს. შობელმა დატოვა ზოგიერთს ახლო ოჯახის წევრი გარდაეცვალა. ანუ ღრმად ტკივილთან არის დაკავშირებული ეგზისტენციალურ ტკივილთან ყველა შემთხვევაში ტრანსფორმაცია და ეს ახლა მესმის რომ ეს ყველა ვიცით ალბათ ეს თეორიულად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეხაც ალბათ ვინც გვიყურებს ჭდილს მაგ კონტექსტში შევხედოთ რომ ხო ეს არის ჩვენი დაფარული მტკივნეული ცნობიერებისგან ძალიან შორს ყოფი, რომელსაც ცნობიერების შუქი ნაკლებად ხდება, რომელსაც პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, ხო რომ ის საერთოდ ჩემი ნაწილია. შენ შეიძლება ბევრი წელი ისე ცხოვრობდი და ისე დადიოდი ამ პლანეტაზე, რომ არც ქონდა განცდა რომ მასევ და სადარებდი, ხო? იცი როგორ არის მან ძალიან საინტერესო, ახლა სულ ვეძიებდი მე გრძნობდი რომ რაღაცა არის ისეთი რომელიც მინდა რომ გავიგო აქ მეცხრე სახში მყავს ელენა და რაღაცა ამაზე მიღმა არის ამაზე ზევით არის რაღაცა ეძებდი ბავშვობიდან ვეძებდი ხო ბავშვობიდან ვეძებდი რომ რაღაც ამ მარტივ ცხოვრების მიღმა არის რაღაც უფრო დიდი და მე ამ დიდს ვეძებდი და ამოჩვენა რომ შეგნით იყო ესეთი არა სამყაროში გარეთ აგიკვირდება და შეგნით მაგრამ რა მინდა და ეხლა აქედან მეთქვა შენ რასაც ამბობ ძალიან საინტერესო ხა ვაპირებ ლექცია მაქვს ჩანიშნული მაგალითად შემდეგ შაბათს ჭრთილი სექსუალურ ენერგიაზე ეხლა ჩვენ ხო დრამა გავიარეთ ნეგატივი ტკივილი კარმულსევდას ვეძახით საერთოდ ლილიც ეს არ არის მარტო ბავშვობის სევდა და არქეტიპური და სექსუალობასთან არის ძალიან კავშირში. თუნდაც ჩემთან რომ მოდის ადამიანი და აქვს სერიოზული კრიზისი ენერგეტიკულ დონეზე პარტნიორთან და რომ ინახოს პარტნიორს უკან, ну აი შავი მთვარი სექსუალური ენერგია აქვს სხვადასხვა ძალიან. და არის მე შინაგანი აი რაღაცას რო ეძებდა ვერ პოულობდა, აი ეს რაღაც სევდას რო ვეძახით, ხო? და ამ ენერგიის მიღმა არის დიდი სექსუალური ენერგია, სხვადასხვა ფორმით გამოხატული. ყველა ლილიტი თავის ასპექტებით სხვადასხვა ვიბრაციას იძლევა, რომელიც არა მარტო სექსუალურობის ელემენტი ხო ლილიტის ჩვენთან სრულად სექსუალური ტაბუ დადებული ემოციები, ფარული სურვილები არის ლილიტი ჩვენთან. ანუ მაგას ვამბობ, რომ ეს ერთ რაღაცას კი არ მოიცავს მხოლოდ ტრამვები, ოჯახური ველი, კარმული ველი, ეს არის მიწიერ მატერიალისტური ენერგია, ხო? რელიგია ეძახდა აბხორცობას ამას მაგალითად, ხო? ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში ეს სუფთა ჩვეულებრივ სექსუალური ენერგია არის. მაგრამ აქ ლიბიდო ენერგიაც იმალება ლილიტის ენერგიაში. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო სექსუალური ენერგია, როგორც პარტნიორებს შორის, ან რა, უბრალოდ აი ენერგეტიკულ ვიბრაციას შეიძლება ვიღაცის ადამიანთან მე თერაპევტებთან მქონდა ეს ვერ მიქაჩავს იმის ენერგია, იმიტომ რომ ლილიტები არის იმის მიწის ლილიტი აქვს, მე წყლის ლილიტი მყავს მაგალითად, ხო? და აქ ხდებოდა ზუსტად ეგ მომენტი, ან ვიღაცას ცეცხლის ლილიტი აქვს და მე დუმალება და ის მაინტერესებს და მე მომყვება აქ. ანუ მე მივხვდი რომ თერაპიულ პროცესშიც კი ლიბიდო მთლად ეს პირველად იახქმით არ ვამბობ ამას, აქ უფრო ენერგეტიკულ სიღრმეს ვამბობ, ხო? ვიღაცას ჰაერის ენერგია აქვს და აქ ინტელექტუალური დაჭერა ჭირდება და მისი სექსუალურობა ინტელექტუალურობა არის, მაგალითად, ვიღაცის არის შფოთვა, ინტელექტი. იქ მოდის მთელი ვაიბი, ოღონდ აქ ჩერდება ენერგია, ინტელექტში შერდება რა ეს ენერგია რა და ხა ჩვენთან ფიზიკურ სექსუალურ ენერგიას მარს ვეძახით, მაგრამ ლილიტი არის ქვედა ფარული ენერგია. აქ თუ არა თანხმედრა. მოქმედებაა, ხო და ლილიტი უფრო ღრმა არაცნობიერი ენერგია. მარსი არის აი უკვე მატერიალურ დონეზე სექსუალურ, რა მხიბლავს, აი რა მომწონს მაგალითად ან მამაკაცში რა მომწონს ქალების შემთხვევაში, ხო? იქ სად ვიკერები ეს მარსი არის, მაგრამ ეს ღრმა დრო იყოს კავშირი, იქ ლილიტი არის საჭირო. ხო და აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ აქ ახლა ყოველდღიურ ურთიერთობაშიც, მეგობრობაშიც ეს ენერგია მუშაობს. რაღაცა ვიღაცასთან დიდი ხანი რომ ვერ ვარ ან მინდა პირიქით ან შეუთავსებელი ენერგია არის, სულ ეს ენერგიები არის აქ.
და მე მქონდა ხოლმე პერიოდულად ვაკეთებ ტრენინგებს პირად ურთიერთობაზე და ყველაზე საინტერესო რა მოხდა იცი და მეც მქონდა ეგ მომენტი ლილიტი ხომ მუშაობს სექსუალურ მიზიდულობაზე მაგრამ სელენაც მუშაობს ძალიან მე თუ სელენა დავინახე ახლა შენ თუ მშვილდოსან სელენას ვიღაცაში ნახავ უკვე იმ ენერგოველში შედიხარ ის გაინტერესებს უკვე. მიმზიდველი ხდება, იმიტომ რომ ერთ ვიბრაციაზე ჯდებით. და შეიძლება იმის ლილიტები აპატიო სიტყვაზე, თუ იმ სელენას ენერგიაში ტრიალებს ის ადამიანი, იმიტომ რომ შენ სიხშირეზე არის. და იქ თუ ლილიტის ენერგია ჩამოდის, ეს უკვე სერიოზული კავშირი შეიძლება იყოს. ეს მე თეორიას აღარ ვამბობ, მე ამას პრაქტიკაში სულ ხედავდი ამას, ჩემი დაკვირვება არის და გარკვეულწილად შენი აღქმითაც მინდა ახლა თუნდაც ფსიქოლოგიურად აი ამ ჭრთილს რა აქვს ეს სექსუალური ენერგია ეს ვიბრაცია რომელიც ჩვენთან ასტროლოგიაში ესე გამოხატული შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესო კითხვაა და აი მე მაინტერესებს აი პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში მაინტერესებს. რატომ არის ჭრთილში ამდენი სექსუალური ლიბიდოზური ელემენტი ხო? ამას კითხულობ და ძალიან მარტივია. ბოდიში. აი სანამ იტყვი, ფროიდს მქონდა შავი მთვარე ქალწულში შერთებაში მარსთან. მარსი სექსუალური ენერგია და გაჭედილი იყო. სექსუალური პრობლემები ექნებოდა ყველა ვარიანტში. და ამაზე მოხდა ფიქსაცია. და ფიქსაცია მოხდა და მთელი მისი თეორია სექსუალურ თემატიკაზეა ქაგებული. აი ამას გეკითხები რომ უკვე ჩანს ძალიან აქტიურად. აი ძალიან საინტერესო რამე შეხედა რატომ არის რომ ჭრთილში ხვდებით ბევრ სექსუალურ ესე ვთქვათ იმპულსს და სექსუალურ შინაარსებს მოდი ეს ზოგადად დავარქვა რომ ადამიანის და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბუირებული ყველაზე ბჭყალებში სამარცხვინო ენერგია რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა კომუნიკაცია და რომელთანაც ყოველთვის გვიჭირდა თვალის გასწორება იყო სექსუალური ენერგია. ყველა ეპოქაში ანუ ეს არქეტიპის დონეზე მუშაობს. არქეტიპული, არქეტიპული, მან არის სწორედ ეს რომ არქეტიპული სცენარი და არქეტიპული ესე ვთქვათ ისტორია, როდესაც სექსუალური ენერგია არის დემონიზებული და ლილითიც არ დაგვამოწდეს რომ დემონური არქეტიპული ესე ხაება ხო მითოლოგიაში რომელიც აცტუნა და რომელიც იყო პირველი მეუღლე ადამიანის და რომელიც განდევნეს 64-ის პატარა ეგო ქონდა რომელმაც დაიცვა საზღვრები რომელმაც არ აღიარა ესე ვთქვათ მორჩილება სუბორდინაცია დაქვემდებარება მასკულინურ ენერგიასთან და თანასწორობაზე ქონდა პრეტენზია პირველ ფემინისტურ ჟურნალს როგორც ვიცი ლიდერი ხო და ლილიტი არის ეს დაუმორჩილებლობის ნონკონფორმიზმის ძალიან დიდი ენერგია ჯანყი და მიუღებლობა იმ ტრადიციული და რაღაცა ტრადიციული ღირებულებების და მორჩილების რომელსაც პატრიარქალური საზოგადოება ყოველთვის თხოვდა ადამიანებს ყველა ეპოქაში მართალია დღეს ამის ნეხი ნაკლებია მაგრამ დღესაც არაცნობია ესე ვთქვათ კოლექტიურ არაცნობიაში მაინც ჩრდილოვანია ხო იმიტომ რომ დღესაც თქვენია სექსზე საუბრის დღესაც თქვენია სექსუალობასთან შეხების და ამიტომაც არის რომ ჩრდილოში ამას ხვდებით და პრინციპში ყველა შემთხვევაში როდესაც დაბლოკილი ენერგია არიან როდესაც ჩადიხარ ამ ჩრდილოვან თერაპიულ პროცესში იქნება თუ ეს ასტროლოგიაში აუცილებლად ხვდები განდევნილ დაბლოკილ ესე ვთქვათ რეპრესირებულ სექსუალურ ენერგიას რომელიც სინამდვილეში შემოქმედებითი ენერგია და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ სექსუალური ენერგიის განდევნა რას ნიშნავს რომ სხეულში სომატურად ეს ენერგია არ უნდა გამოვლინდეს ხო ამიტომ ჩვენი სხეული ამ ენერგიებს თრგუნავს რა ხდება როდესაც სხეულში ძალიან ღრმად ცდილობ რაღაც ენერგია თუ ემოცია ჩაპრესა და განდევნა რა ხდება ინსტინქტუალიზაცია ანუ ინსტინქტი და სხეულში ვლინდება მე ეს და სექსუალური ენერგია უკავშირდება და დაუკავშირდეს მხოლოდ ინსტინქტს მაშინ როცა სინამდვილეში შემოქმედებითი ენერგია თავისი ბუნებით და უფრო ესე ვთქვათ
ხატოვნად მე ხა ამას ვიკვლევ რა ამ ლიბიდოზურ ენერგიას ეროსის ენერგიას ეძახით ხო სიყვარულის შემოქმედების და კონსტრუქციული ენერგია ამ სამყაროში იმიტომ რომ ეს კონსტრუქციული ენერგია სიცოცხლის სიყვარული მოდის აქედან სიცოცხლის უკავშირდება და ზოგადად სიცოცხლის დასაბამია და როდესაც ჩრდილში ჩავდივართ და ვხვდებით აი ამ სირცხვილს რომელიც სექსუალობას უკავშირდება ვხვდებით აკრძალვებს ვხვდებით ტაბუს ამის ტრანსფორმაცია სწორედ ნიშნავს იმის რომ ადამიანი მხოლოდ სექსუალურ ენერგიას კი არა აქტიურებს არამედ შემოქმედებით ხდება აი ის ენერგია ფროიდი ამას ლიბიდოს ეძახდა მაგრამ მოდი დავარქვათ ესე უფრო ფართოდ იმიტომ რომ ლიბიდო მაინც მხოლოდ სექსუალურობის ესე ვთქვათ იდეით ქონდა ხო ფროიდის დატვირთული რა თქმა უნდა იქ მე საუბრობდა ამ სუბლიმაციაზე ლიბიდოზური ენერგიის გარდაქმნა მაგრამ მაინც უნდა იყოს სექსუალური ამ ენერგიის ხო მოგვიანებით მე ეს დესტრუქციული და თანატოსის და სიკვდილის ინსტინქტი შემოიტანა მაგრამ მე და ჯუნგიც მაგალითად განიხილავს ლიბიდოს არა მხოლოდ სექსუალურ ენერგიას, არამედ შემოქმედებით ენერგიას, რომელიც ნებისმიერ რამეში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ხო, იქნება ეს ხელოვნება, იქნება ეს არ ვიცი, პროფესია, შემოქმედება და ასე შემდეგ და ტრანსფორმაცია ყოველთვის უკავშირდება ადამიანის შემოქმედებითაც გამოღვიძებას. უფრო ცოცხალია საკუთარ მაგრამ აქ იცი რას ვფიქრობ? არის ჩართული საკუთარ ცხოვრებაში როგორც შემოქმედი და ესე ვიტალურობას აცოცხლებს რა, ადამიანს რო შეხედავ და განცდა გაქვს რომ აი ცოცხალია ის ხო და სხეულს შიგნით იგრძნობა რომ სასიცოცხლო პროცესი მიდის და ემოციური ესე ვთქვათ ცხოვრება ბევრად უფრო არ ვიტყოდი საინტერესო უფრო მრავალფეროვანია ხო ცოცხალი ხარ ნოპტივილსაც სიხარულსაც რასაც სევდასაც და ამისგან ქმნი რაღაცას აი გარიგია რომ იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები სექსუალური ენერგია აქვს ადამიანს მით უფრო ჩამქრალია რა თქმა უნდა კი ტარივით არის და ეგ პირდაპირ ასახავს ადამიანის ენერგეტიკულ ველს თუმცა იცი რას ვამბობთ ახლა შეიძლება შეეხება შემოქმედებითი ენერგიის კუთხით მანდაც საჭირო არის ადამიანის სულიერი განვითარებაც ხო უნდა იყოს ცხოველური ინსტინქტებიდან უფრო ამაღლებული იმიტომ რომ აი ეს უხამსი ნეგატიური გამოვლენა სექსუალურ მხარეს ეს არის უფრო რაც უფრო ახლოს არის ცხოველურ ინსტინქტებთან ანუ ადამიანი რაც უფრო დაბლა არის ხო ცხოველთან ახლოს არის და თუ ადამიანში სულიერებაც, გრძნობებით, რაღაც სიყვარულიც მეტი არის, ის გადადის ხო შემოქმედებით და უფრო ამაღლებულ სექსუალურ ენერგიაში, ხო ესე არის? ესე არის, ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ ტრანსფორმირდება ეს ენერგია რაღაც უფრო მაღალ ადამიანურში და არა ცხოველურში, ხო? არა მხოლოდ ინსტინქტურში. ხო, არა მხოლოდ და რატომ არის რომ ინსტინქტში არის ჩაკეტილი? იმიტომ რომ განდევნილია. რო არ იყოს ტაბუ სექსუალობაზე, ჩვენ არ გვიქნებოდა არც ამდენი უხამსობა. ტაბუ და აკრძალვა და განდევნა ზუსტად აქცევს ამ ენერგიის დემონიზაციას იწვევს, ხო? რომ ანუ კოლექტიურ ველში ესე ამ ენერგიის ყველას თქვენია, ყველას აშინებს. რომ ვერ მოუძებნა ადამიანმა ჯერჯერობით. ხო, ვერ მოუძებნა. ანუ გვიჭირს ინტეგრაცია და მთელი ყველა ფსიქოლოგიური არ ვიცი თეორია სხვა ენით ერთ და იგივე რამეს აღწერს, რომ ენერგიის, ფსიქიკური ენერგიის ტრანსმუტაცია, გარდაქმნა, ხო? ჩრდილთან შეხვედრა ზუსტად ამას გაძლევს, რომ ჩრდილში თუ გაქვს სირცხვილი, ამ სირცხვილს შენ გარდაქმნი რაღაცა და ალქიმიურად, ხო? ალქიმიური პროცესი, რატო აქ იუნგს ამისი მეტაფორა გამოყენებული, რომ სირცხვილი როგორც ბინძური მეტალი რომელიც არ არის ღირებული და ძვირფასი ამას გარდაქმნა. რა შეგვიძლია სირცხვილი გარდაქმნათ? თუნდაც შემოქმედებაში, თუნდაც თვითრწმენაში, თავდაჯერებაში, ხო? ანუ ბრაზი, მრისხანება, რომელიც ჩრდილში მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვავლენდი, თუ გამოვავლენდი ამის გამო სიყვარულს კარგავდი. რაში შეგვიძლია რომ ესე გადავატრანსფორმირებო ალქიმიურად, ხო? ძლიერ საზღვრებში მაგალითად. რო დესტრუქციულობა, მრისხანება, ეს ნეგატიური ემოციით შენ შეძლო და საზღვრები გაამყარო. და არა ის რომ დააზიანო საკუთარი თავი ან სხვა. ამიტომ მთელი ეს ჩრდილთან შეხვედრის
პროცესი ამაზე აქეთკენ მიდის, რომ ტრანსფორმირდეს ეს ნეგატიური, ზოგჯერ ტოქსიკური ემოციები, ხო? რაღაც სასარგებლოში და რაღაც ღირებულში. და რაღაც სტრატეგიასაც გეკმა უკვე ცხოვრებაში, როგორ მიაღწიო იმას, რაც სულმეს გვეცნობერს უნდა. შეშინაგანს უნდა. აი, ხშირად მწერენ ხოლმე, თქვათ, აი ეს რაღაცას ვაპირებ, ცვლილებას და ტრანზიტში ჩემთან რა ხდება. და იმიტომ რომ ეშინია ნაბიჯის გადათქმა და ეგრევე ვიჭერ, მოდი ახლა დავანებოთ ტრანზიტებს თავი, რატო გეშინია? რა არის ეს? რა ხდება და ნუ მიდის უკვე თერაპიული საუბარი. და არაფერშუაში აღარ არის აქ უკვე ტრანზიტი, რუკა, აბა ისი გეშინია, რა გიჭერს, რა გინდა? ეხლა შენ თავს კითხე რა გინდა? და მად მივიდივართ უკვე რეალურად ავთენტურმეს, თურმე არა, მე მინდა. ან პირიქიდან არა, მე გამჭირდება. და ეგ არის პასუხი. განები ასტროლოგიურ ტრანზიტებს აქ თავი მეთქი. ძალიან საინტერესო მაგალითია თამულა ძალიან ხშირად შფოთვარი ადამიანები საკუთარი ასტროლოგიაზე, ასტროლოგიაზე, პლანეტებზე, ეხლა ეს პლანეტა მოვა, ვაიმე ეხლა ამის პლანეტა და ძალიან პრიმიტივიზაციას აკეთებს ასტროლოგიისასაც, ხო? აი ეხლა რაღაცა ხო, ანუ მუდმივად უყურო რაღაც პლანეტას სადმინისტრაციო. ამ დროს ეგ შფოთვისგან გათვალისწინებით თავის დაცვა არის. და არა ის რომ მართლა იქ შეიძლება ჩანდეს ტრანზიტებში მართლა რაღაცა მნიშვნელოვანი, მაგრამ შენ თუ შენ თავთან დარწმუნებული ხარ და იცი რა გინდა, იქ აღარ გაი მე არ უყურებ რუკას მაგალითად რაღაცას რო ვაპირებ, ვაკეთებ. არ მეშინი არ შეცდომის და არც ანუ მინდა, ვიცი რა მინდა ვაკეთებ. როცა უკვე ასტროლოგიაში გავიხედებ, ესე იგი მე იქ ასტროლოგია გერმანიტას რაღაცა შფოთვა მაქვს. რაღაცა პრობლემა და მე აქ არის ეს. რა ძალიან სულს არ გაამართლებს. ხო, იმიტომ რომ ასტროლოგია არ არის ზუსტად ეგიანადი და შენ შფოთვა დაარეგულირე, მაგრამ დროს მართლაც არ ექიმს მიმართავ, ან ფსიქოთერაპევტს ან და ეგ ავთენტურ მესთან დაკავშირებად ან მნიშვნელოვანია რა უნდა მართლა ადამიანს შიგნით. ხო? რა უნდა და რა ნიჭით და რესურსით არის. რა რესურსით, ხო, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ, არქეტიპული რესურსი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რა, ზოგიერთს მეტად რაღაც აქვს გამოვლენილი, რაღაც არქეტიპული ენერგია, ზოგიერთს ნაკლებად, ზოგი მმართველია, ზოგი ადმინისტრატორია, ზოგი გურუა, ზოგი ფილოსოფოსია, ზოგი შემოქმედია, ზოგი არტისტია. ნუ დიცურა ჩემი ისტორია არის ახლა სულელის მოგზაურობაში, თუნდაც ტაროს არკანებში, ხო, მოყოლილი, რომ რა არის ის ენერგია, რასაც ხვდები ცხოვრების გზაზე და მე ისი გამტარი ვარ. ხო? რომელი არის უფრო ჩემთან გამოვლენილი. ჭრდილთან მუშაობის იდეა მე მგონი ეგ არის, რომ რაღაცნაირად მიაკვირეო მაგ ჭრდილოვა რესურსი, იმიტომ რომ ჭრდილი ინახავს ყველაზე დიდ. ნუ ლილიც ტიყოს დიდი ნიჭიაო ჩვენთან ამბობ ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა. იმასთან ერთად რომ ყველაზე დიდი საფრთხეა, ხო? და რატო არის ეს იმიტომ რომ სულს აქვს ყველაზე მეტი ენერგია. მინდას, ავთენტურ მინდას, რაც მინდა, ამას აქვს ყველაზე მეტი ენერგია ფსიქიკაში. და ჭრდილში არის ყველაფერი რაც მინდა, ან მინდოდა, მაგრამ უარყოფი. როგორ გონიათ ახლა რა ძალა აქვს ამას? რა თქმა უნდა ძალიან აი თუ სულთა ენერგეტიკულად ამასას გაზომავ, იგრძნობ ეს ძალიან დიდი ენერგია ფსიქიკურად, რომელიც არის სადღაც დავარქვათ გაჩხერილი, ხო? ვერავლენს თავს. და მე მგონი რომ ზოგადად ეხა ის თუნდაც ის რომ ასტროლოგია უფრო მეტად მიღებული გახდა, უფრო მეტი ადამიანი, იმიტომ რომ ასტროლოგიაში ჭრდილოვანი პროფესია იყო, ხო, ყოველთვის. ეხაც არის გარკვეულწილად. და ასტროლოგიაც რაღაცნაირად ტაბუირებული, ბევრს ეშინია, ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა ეხა ვხვდებით იმას, რომ რეალურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება და რას აკეთებთ ასტროლოგები? ჩემი აზრით ამას აკეთებთ, რომ ჭრდილთან გზას ჩემი განხრა ეგ არის, კარმული ასტროლოგია. გზას გზის გაკვლევაში ეხმარებით ხო ადამიანს, იმიტომ რომ თერაპიაში როდესაც მოდის ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს ასტროლოგიური, როგორც ხარისხიანი ასტროლოგიური კონსულტაცია გავლილი, ერთი რომ ბევრად მეტი დრო იზოგება, იმიტომ რომ პროცესი აი იქ მაინტერესებს, შენ ხო მუშაობ უკვე, ვთქვათ, კონსულტაცია, ვინც გაიარა, თუნდაც ჩემთან. კი. აი მანდ რაში გეხმარება იმათი აი რო თქვი ხა დაზოგავენ
იმჩნევა, თქვათ, არა კონსულტაცია გავლილს და მაინტერესებს ჩვენ არ გვილაპარაკე ამაზე. კი, არ ვისაუბრია და უნდა ვთქვა, რომ მე მაქვს ხოლმე ესეთი ჩემს გონებაში ესეთი კატეგორია, რომ თამუნასთან ნამყოფია, ოკეი. უკვე გასაგებია როგორ ვიმუშაო? გასაგებია სად შეიძლება შეხვიდე, რა სიღრმეში შეიძლება ჩახვიდე, რა კითხვები შეიძლება რომ კონდეს ამ ადამიანს და უკვე ჩანს რომ განზრახვა არის. რომ განზრახვა აქვს, ნახეთ. რომ შემთხვევითი არ არის რომ ეს ადამიანები შენთან მოდიან და მე ხვდებიან თერაპევტებთან, ჩემთან და სხვათანაც ხო? ყოველთვის იგრძნობა ის რომ ამ ადამიანს აქვს შეიძლება არაცნობიერად და არ იყოს ეს გაცნობიერება. არაცნობიერად პასუხისმგებლობას იღებს ძველებას. და არის ზოგჯერ ადამიანები, რომელიც ამბობს, რომ თამუნამ გამომიშვა და მე მიკითხავს ხოლმე, რომ აი ხო გასაგებია, მე არ ვიცი თამუნასთან რაზე საუბრობთ, მაგრამ აი შენ რას ფიქრობ ხარ ისთვის ხარ აქ და ზოგიერთი გაცნობიერებულად მოყვება იმას, რომ იქ ეს საკითხები რაღაც ამოვიდა, დაიძრა, ეს ემოცია წამოვიდა. ზოგიერთი მაინც არ იღებს პასუხისმგებლობას და თქვათ, იმიტომ მოვედი, რომ თამუნა მithera. მოდი, აი მან უნდა დააბრუნდე ისე უკან და ვითხრა რა. ოკეი, აბა მოდი ახლა ნახოთ თამუნა შემთხვევით არ გირჩევდა ამას, ხო და მანდაც არის განსხვავება ადამიანებში. ზოგიერთი არის, რომელიც აი ესეთ დროსაც, როცა ჩვენ ურჩევ, არ იღებს პასუხისმგებლობას. და მხოლოდ იმიტომ მიდის, იმიტომ რომ ურჩი ეს, ხო და არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იგრძნო რატომ მოვიდა მან და ესეთ დროს შედეგები ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ ზაობა არის, განზრახვა არის და ველში თუ ეს ორი რამ არის, პროცესები ძალიან ფიქარდება, იმიტომ რომ გეშტალტ თერაპია ზოგადად თვლილებაზე და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულია რა, რომ აუცილებელია რომ ზაობა იყოს და განზრახვა იყოს თვლილების და აუცილებელია რომ ადამიანი აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას თვლილების. ემაც ატომთან აი პლანეტებს არ ელოდებოდეს, რომ ხა იმ პლანეტას დაველოდებით და იმის ბრალია რომ მე აქ გავარ და იმის ბრალია რომ ეს მაქვს და ეს არ მაქვს, ხო? მან მივდივარ სატურნთან ალბათ, ხო, რომ აი პასუხისმგებლობა გაზრდა. გაზრდა არის ფსიქოლოგიური ემოციურად რაღაცნაირად მომწიფება რომ ავიღო ხა ჩემ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ აი მე სხვა შორის უნდა გითხრა რომ ძალიან მადლიერი ვარ მაგის გამო რომ შენ მხოლოდ ასტროლოგიურად ეგ არ არის კლასიკური ასტროლოგია რა ის ადამიანი ზოგიერთი რომელიც მოდის ხო ჩემთან შეხებულია სიღრმისეულად ემოციურად იმ ჭრილოვან თემებს. ნუ კარმული ასტროლოგიის ნაწილია. ალბათ ეგ არის. კარმული ასტროლოგია პირდაპირ ლილითთან მიდის და ჭრილთან მიდის. და ეს ნიშნავს რომ ადამიანში აი ეს პირველი ნაბიჯები ტრანსფორმაციის თავისთავად არაცნობიერად ეს პროცესი უკვე დაძრულია. ხო? რასაც და აი შეხება არის უკვე ერთ კონსულტაციაში შეგვიძლია ჩვენ უკვე შევეხოთ თავარს და უკვე თერაპიაზე იცის რას უნდა გაყვეს რა. რას უნდა გაყვეს და რა არის მთავარი. იმიტომ რომ აი ეს გამოწვევა როგორც ესე არის ხოლმე ანუ აი პირად პლანეტებთან რაღაცა მძიმე კონფლიქტ აზიანებები, ხო? არ ვიცი ხა როგორ არის, მაგრამ ასტროლოგიურად, მაგრამ აი რთული პატერნები რაც არის პირად პლანეტებზე ალბათ დაზიანებები, რომლებიც იგივე პლუტონით დაზიანებული პირადი პლანეტები ან არ ვიცი კი პლუტონი სერიოზულია ხოლმე ჩვენთან უკვე შედის აი ესეთი პატერნები როდესაც ასტროლოგიურად გაცნობიერებულია და ადამიანი უკვე აკვირდება ამას ნახე აღარ არის მხოლოდ ის რასაც გრძნობს აი შიში მოიცეთ პლუტონით დაზიანებული ძიმედ ადამიანის შემთხვევა რომელსაც ბევრი ობსესია აქვს აკმეტება აქვს ფობია აქვს და ცხოვრებას ატარებს შიში ხო? მაგრამ ჩვენთან უკვე აცნობიერებს შენთან აი ეს რა კონფიგურაციაა და ზოგადად ეს რა პატერნია უკვე აქვს ეს მესამე ხედვა, მესამე კადრი დავარქათ ხო? შეუძლია ამას დააკვირდეს იქ მუშაობა ბევრად ადვილია, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები ესე ვთქვათ ზედაპირი მოხსნილია და მე ძალიან მადლიერი ვარ მაგ საქმის რასაც შენაკეთებ, იმიტომ რომ ასტროლოგები ეხმარებიან ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს. ფსიქოლოგები კიდე ჩვენც გვეხმარებიან, იმიტომ რომ ხშირად მოდიან ჩემთან თერაპიაში მყოფები.
აი რომ თერაპიაში ვარ 1 წელი და სადღაც ბუქსაობ, სადღაც ვერ მივდივარ და აქ უკვე ისეთ რაღაცას ვხსნით, უკვე რუკაში ჩანს ხოლმე. და მე არ გძელებენ თერაპიას უკვე ახალი წერტილი. ეგეც არის, ანუ რეალურად უკუ თემაშიც ხდება ხოლმე ჩვენთან, რომ სადღაც ვიჭედ, მეც მქონია ეგ მაგალითად, რომ თერაპიაში სადღაც გავიჭედე და წავსულ ჰიპნოთერაპიას, რეგრესზე. იმ რეგრესს გაუხსნია. მე წავსულ წარმოსახვით თერაპიაზე, იმას გაუხსნია. კი. ბევრ ამას მე იქ ხედავდი, აი ჩემი ლირიტი თურმე აქაც არის. იმიტომ რომ ეს ხო ძალიან დიდი ენერგია, სატურნი დიდი ენერგია არის, ჩემ პლუტონი დიდი ენერგია არის და ხან სადა მოხდება, სადა მე უკვე ხვდები აქ რა და მე ჩემ კლიენტებთან მეხმარება ეს გამოცდილებები უფრო უკეთესად მუშაობაში. პირველი კურდღელი მე ვარ ხოლმე. ჩემზე გავდივარ. უფრო ხშირად რა დროს მოდიან? ალბათ სატურნის დაბრუნება. ეხა მინდა ტრენინგი გავაკეთო, კიდე ვერ მომთხოვა უკვე სატურნის სადესაწის პერიოდი, ერთ-ერთი რთული 80% მოდის სადესაწის პერიოდში. და რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სატურნი ეხა ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ჩრდილს უკავშირდება, სატურნი თხოვს ადამიანებს აიღოს პასუხისმგებლობა, აიღოს პასუხისმგებლობა, გაიზარდოს ემოციურად, გადაჭრას ის რაღაცები, რასაც ვერ ჭრის და ოცნებებს გვაცილებს, ხო, ოცნებებს გვაცილებს, ბავშვობას გვაცილებს. და ჭრთილი და სატურნი ერთად ჩდება მაგ დროს. ეგოს არტყამს ძალიან. იმიტომ რომ რაც ჩვენ გვეგონა, ის არ აღმოჩნდა რეალობა. სატურნი რა არის? სატურნის ენერგია არის მატერია. აი რამდენად შეგვიძლია ჩვენ მატერიის შემოვიდეთ და გადავრჩეთ. თუ შენ არა გაქვს ინსტრუმენტები, რომ კარგად გადარჩე, ამ პერიოდში ისე გახეთქებს სატურნი, რომ გამოგიმუშავებს გადარჩენის ინსტინქტს. მაგალითად მოგთხოვს. მაგალითად თუ არის სატურნი ან თვარე მეორე სახლში ტრანზიტული სადესაწი გარტყამს ფინანსებზე ხარ მზად რომ აი ყველა წყაროს გაგიწყვიტავს და აბა მიდი ახლა შენ თვითონ გამოიმუშავე ფული ხარ ამისთვის მზად თუ არა ხარ და დაგარტყამს მან სიტყვაზე აი ძალიან მარტივად რო ახსნა რა და მან ეგო ინგრევა მე ძალიან სერიოზულად ფსიქოთერაპია ბოლოს მიდის მან ჩვევებამდე თამუნა აუცილებლად მივდივართ ჩვევასთან მივდივართ პირად პასუხისმგებლობასთან, რომ ზოგჯერ ახლა გონიათ, რომ ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი ან ასტროლოგი მაგიურად მოაყოლებს ჯადოსნურად პრობლემებს, ხო და არის ესეთი ინფანტილისტური დამოკიდებულებები, ხო, რომ აი ეს გადამიჭრის და აღმოაჩენა, რომ სინამდვილეში არც არავინ არ გადაჭრის, რა თქმა უნდა შემიძლია ვიყოს შენთან იქ სადაც ხარ, ამ ტკივილთან, მაგრამ პასუხისმგებლობა შეცვალო არის პერსონალური და შენი და არ არის შემთხვევით რომ სატურნის რთულ ასპექტებზე მოდიან ასტროლოგებთან და ძალიან ხშირად ფსიქოთერაპიაზე და ჩვენ მე სადესაწის პერიოდში დავიწყე თერაპია ხო რომ მივხვდი რომ ისიც არ მუშაობს ისიც აღარ მუშაობს სისტემები ყველა სისტემა გაფუჭდა და დავიწყე ახალი სისტემების ძიება მე ეს კლასიკური ასტროლოგიაც კი აღარ მე მხოლოდ ასტროლოგია აი მანდ მივხვდი ეს იყო დაახლოებით 12 წლის წინ რომ მივხვდი რომ მხოლოდ ასტროლოგია აღარ მუშაობს და ფსიქოლოგიაც შევისწავლო მაქედან დაიწყო ნენლა უკვე რომ მიუხედავად რომ ხმა ასტროლოგიაში ვიყავი თავიდანვე კარმული ასტროლოგია თავიდანვე მაინტერესებდა მაგრამ აი მაგაზე მინდოდა ახლა კიდე მეკითხა შენთვის და მალე დავასრულოთ უკვე მოდიან ხოლმე ხა იშვიათად მე იცი რომ დიდად რეკლამას არ ვაკეთებ არც ჩემი არხის არც სატელევიზიო კუთხითაც რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მომძებნონ და ისე მოვიდნენ და არა ყველა მივიღო ხო აი ზუსტად იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის იმ ხალხთან გავიდე რომელთანაც შედეგს დავდებ სიტყვაზე და არა შემთხვევითი ხალხი ხო და აი იცი როგორ რაღაც იყო რომ აი რომ მოდიან ხოლმე 1000-ში ერთხელ მიუხედავად ხდება ხალხი რომელიც მე ვიყავი წლების წინ ყველაფერი დალაგებული მაქვს თავში ყველა ასპექტი ვიცი რა მაქვს როგორ მაქვს და ზოგჯერ წერენ ხოლმე რომ ყველაფერი ვიცი რუკაში რა ხდება მაგრამ თქვენი კონსულტაცია მინდა და იმიტომ რომ ეს ასპექტები არ აქვს ნაცხოვრების ხეულებრივად და ზოგს გონია რომ ასტროლოგმა უნდა მოუყვეს რუკა მე არ ყვები რუკას შეიძლება ვილაპარაკო რუკაზე მაგრამ ეგრევე თერაპიულ პროცესს ვიწყებ თითო ასპექტზე იმიტომ რომ ეს უნდა იცხოვროს ადამიანმა ხო და აი გეშტალტი ძალიან დამეხმარა მე რომ ტექნიკები მასწავლა როგორ ცხოვრობ ცხეულებრივად ისტორიას და არა კოგნიტურად ხო ინტელექტში ხო
ხო და ზოგს მაგი ეშლება. ანუ გონიათ რომ ასტროლოგია კარგად იციან და რატო ვერ შველიან თავს მერე უკვირთ. და არ მუშაობს ეგრე კოგნიტურად ეს თერაპია. სხეულებრივი მუშაობა არის საჭირო და რო ვიწყებ ხოლმე უკვე შეგრძნებებზე, ზოგი იჭედება, საერთოდ ვერ ხვდები რას ვეუბნები. ეგრევე აზროვნებას იწყებენ და ნუ ცალკე ზოგჯერ ერთი ნახევარი საათი გჭირდება ხოლმე რომ სხეულში შევიყვანო ადამიანი შეგრძნებებში დააბრუნდნენ ეს რომ ეს რუკა გააცნობიერო სხეულებრივად ამ დროს თლიანად თერაპია ამ შეგრძნებებზე არის და გონებაში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაცნობიერებ და მე ეს მანდ ვიყავი წლების წინ გონებაში და სადესაც იმეს გამიკეთა შემიყვანა სხეულში და სხეულში ვიცხოვრე მე და ამას ვაპარაკობ ამდენ ვიდეოებში სულ, იმიტომ რომ არ მუშაობს მხოლოდ კოგნიტური. და ჩვენ სანამ დავიწყებდით საუბარს, მე და შენ გქონდა ეს, რომ რაც არ უნდა ჩვენ გავაცნობიეროთ, უამრავ ვიდეოს უყუროთ. ველში მუშაობს თერაპევტი თავის ენერგეტიკით. რასაკვირველია, მაგრამ. აი ეგ მინდა რომ შენც ისაუბრო, რომ მე მაგალითად შეიძლება მე ძალიან მაგრად დავეხმარო ვიღაცას, მაგრამ მე მჭირდება თერაპევტი აუცილებლად ცალკე. და თან ისე თერაპევტი ჩვენ ველთან რო შემოვა. იმიტომ რომ აი ეს კურნალობს სინამდვილეში და თერაპევტის გარეშე ჩვენ ვერ გავხდებით ვერაფერს. და აი შენი კუთხით რომ მითხრა, აი გეშტალტი როგორ უყურებს ამას მაგალითად. ხო, აი გეშტალტშიც ამ ჩვენ გვჯერა რომ ცვლილებები არ შეუძლია, ცვლილებების პოტენციალი არ აქვს მხოლოდ გონებას. სხეული და გონება თლიანობაში ფსიქიკა არ არის მხოლოდ კოგნიცია და კოგნიტური ჩვენი ველი ხო თლიან პიროვნულია ანუ სხეული ფსიქიკა გონება ერთობლიობაში უნდა ეთანხმებოდეს ცვლილებას იმიტომ რომ რატო არის ხშირად რომ კოგნიტური გაცნობიერებით ცვლილებას ვერ აღწევ იმიტომ რომ გონება სხეული არ ღებულობს იმას ამ პირიქით ხო გეშტალტ თერაპია მუშაობს ახლ სხეულზე და გეშტალტ თერაპია საგანძურია მე ვიტყოდი მიხედვით რომ მე ბევრი რამ მისწავლია და მათ შორის ფსიქოანალიზი და სხვა მიმდინარეობების გეშტალტის უნიკალურობა არის ის რომ ადამიანი აქ და ახლა სხეულში აუცილებელია ცვლილება აქ და ახლა განხორციელდეს და თერაპევტთან რელაციაში ანუ არა მხოლოდ ადამიანი თავის ტკივილთან მარტო ყოფი, არამედ გამოცდილებაში, როდესაც ეძნება მას, რომ არ არის მარტო იქ, სადაც არის და ყველაზე რთულ მდგომარეობებში, ხო, როგორც წესი და ტკივილ მდგომარეობებში ეს გვაძლევს ხოლმე აი ამ გამოცდილებას, რომ მე შეიძლება რაღაც სხვანაირად გავაკეთო და თერაპევტიც შესაბამისად გადის იმ მოგზაურობას, რასაც კლიენტი ანუ ცდილობს გაყვეს იქ, სადაც ის აქ და ახლა არის, ხო? არა კოგნიტურად გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გააკეთოს ესა თუ ის სიმპტომი, რას ნიშნავს და მიზეზი რა არის, როგორც წესი მიზეზს მეორადი მნიშვნელობა აქვს. გეშტალტში ჩვენ არ გვაინტერესებს იქ და მაშინ რა ხდებოდა მხოლოდ მიზეზები, ხო? იქ და მაშინ რაც ხდებოდა, აქ და ახლა როგორ ვლინდება და როგორ შეუძლია რომ ადამიანმა პასუხისმგებლობა აიღოს ცვლილებას. გეშტალტ თერაპევტი და ნებისმიერი თერაპევტი ალბათ განურჩევლად მოდელობისა ცდილობს რომ გაყვეს ამ გამოცდილებაში კლიენტს, პაციენტს, სადაც ის არის და თუ ის იქ არ არის დამყოფი. ან მას არ შეუძლია გაჩერება იმ სევდასთან დარჩენა, სადაც შენი გრძნობ, იმ ბრასთან დარჩენა, რასაც შენი გრძნობ, იმ ზიზღთან დარჩენა, იმ ძიმე გამოცდილებებთან, რომელიც მას ფონში აქვს, ხო, როდესაც მოდის, თუ მას არ შეუძლია იქ დარჩეს კლიენტთან, ვერ აძლევს ახალ გამოცდილებას. აი შენი ცხოვრების მაგალითზე გიგრძნია, რას ნიშნავს და რა არის ცვლილების მომტანი. ცვლილების მომტანი არის დარჩენ ძიმე ემოციასთან, ჭრდილთან და არ დარჩე იქ მარტო. აი იგი სამკურნალო, თორემ მე მილიონჯერ ჩავედი მანდ, მაგრამ ძრა არ იყო სანამ არ ჩამოყვა თერაპევტი. კი, არ ჩამოყვა თერაპევტი და ჩვენ გეშტალტ თერაპიაში და ზოგადად field ესე ვთქვათ, ველის თეორიაში ვამბობთ, რომ იცვლება ველი, არა მხოლოდ პაციენტი, არა მხოლოდ კლიენტი, არამედ თერაპევტი. და ყოველთვის ვსვამ ხოლმე კითხვას, მოსვამ ამ კითხვას ჩემთავს, რა თქმა უნდა, მდუმარედ და ჩუმად, ჩემ თავთან რომ რა უნდა შევცვალო მე რომ დავეხმარო ამ ადამიანს რომ შეიცვალოს
როგორც წესი, როდესაც კლიენტი მოდის თერაპიაში, გეშტალტ თერაპიაში, ეს არის ზოგიერთ შემთხვევა ისეთი, როდესაც თერაპევტსაც აქვს მსგავსი გამოწვევები გადალახული და ჩემთან უფრო ეთები მოდიან. მე რო უკვე გავიარე, მოდიან, ხო? არის შემთხვევები, როდესაც თერაპევტთან მოდის კლიენტი, რომელიც ინველშია სწორედაც. სადაც მასთან ერთად გადიან, კი. მე მყოლია მაგალითად. ერთად რომ მოგზაურობთ და ერთმანეთს დაეხმარეთ. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ველში ცვლილება მოხდეს და კლიენტის ცხოვრებაში რამე შეიცვალოს, თუ თერაპევტი იქ ჩართული არ არის. და არ არის დამკვირვებელი, როგორც ეს ხდება თქვა სხვა მოდალობებში, ხო, ფსიქოანალიზში, როგორც წესი. რელაციურ ფსიქოანალიზში არ არის ეს ასე, მაგრამ აი ესეთი მონოპერსონალური თერაპიები, სადაც მე თერაპევტი არ ვარ ჩართული შენ პროცესში და მე უბრალოდ ინტერვენციას ვაკეთებ, ინტერპრეტაციას გაძლევ და დამკვირვებელი ვარ პროცესში. არის გეშტალტ თერაპია არის ველზე ორიენტირებული კლინიკური პრაქტიკა, სადაც ცვლილება ხორციელდება ველში. მე ვიცვლები შენთან ერთად. ან შენთან ერთად ვიცვლები, ან შენ ხდები იმ ველში, სადაც თერაპევტს ეს ცვლილება საკუთარ ცხოვრებაში განხორციელებულია. ხო, ის ტრანსფორმაცია რაც უნდა რასაც გადიხარ, გაიარა, ან შენთან ერთად გაივლის. მე ბევრი ცვლილება გავიარე ესეთ ველში, როდესაც თერაპიულ პროცესში ვიყავ კლიენტთან მაგალითად, როდესაც მუშაობდი ადიქტ კლიენტთან, მე აღმოაჩინე, რომ ამ პროცესში დავანებებ მაგალითად მოწევას თავი. და ჯერ შევამცირე მოგვიანებით სხვა რაღაცაზე გადავედი და ბოლოს აი უნიკოტინო რაღაც ვეიბს ეწევდი და აღმოაჩინე რომ ეს მოხდა იმ დროს როდესაც მე მუშაობდი ადიქტ კლიენტთან დაახლოებით 5 თვის მანძილზე. ველში ცვლილება ყოველთვის არის სარკისებრი. თუ არ შეიცვალა თერაპევტი ან არ ქმნის არც მიხვალებ თერაპევტთან, უბრალოდ აღარ დაგაინტერესებს, ხო? ან ვერ შეარჩევ იმ თერაპევტს, რომელიც შენ ველში არ არის. და ვეძახით ხოლმე გეშტალტ თერაპიაში ესე რომ encounter ხო შეხვედრა კლიენტთან, აი რამდენიმე მომენტია ეს შეიძლება ბევრი არ იყოს ესეთი, მაგრამ რამდენიმე მომენტში თუ ადამიანს არ აქვს განცდა რომ ის დაინახეს. აი ყველაზე მისი დაფარული სახე, რომელსაც მასაც კითხვენია, რომ მას შეხვდა თერაპევტი, ხო? ის ცვლილების პოტენციალი არ არის. ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს, პაციენტს, კლიენტს აქვს განცდა, რომ ის დაინახეს. და ეს შეიძლება წამიერი თვალთან კონტაქტი იყოს და უპირობო მიმღებლობა, ხო, ველში, როდესაც მე დამინახეს და მე არ მიგწნია, რომ მე არ მიგწნია უარყოფა. ანუ რაღაც ახალი, ხო? იმიტომ რომ თუ არ არის ველში ცვლილება, აქ დაახლა მე შენ ურთიერთობაში. შეუძლებელია, რომ ეს ცვლილება გარეთ თერაპიის მიღმა მოხდეს და ამ თვალსაზრისით გეშტალტის და ასტროლოგიის კოლაბორაცია და სინთეზი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გეშტალტი როგორც კლინიკური, ასე ვთქვათ, პრაქტიკა და ფსიქოთერაპია არის აქ დაახლა ენერგია, ესე ვთქვათ, ენერგეტიკულ რელაციურ კავშირში ყოფნა კლიენტთან და ასტროლოგიაც ეს იარაღია, რომლითაც შენ უკავშირდები ადამიანის ძველი ფსიქოლოგიას ეძახები ასტროლოგიას ძველი. ხო, იუნგიც ესე ეძახდა, რომ ასტროლოგია არის ადამიანის და კაცობრიობის უძველესი ფსიქოლოგიური ცოდნების შეჯამება. ზუსტად ისე უყურებ მეც. და უბრალოდ ფსიქოლოგია, მე გეშტალტმა ძალიან ბევრი მოსწავლა. ძალიან ბევრი, ფაქტიურად ასტროლოგიაში ახალი მიმართულება მომაჩენინა ფაქტიურად, იმიტომ რომ გასწავლდა დაგეხმარა ცვლილებებში, ხო, ცხოვრებაში. და აი ეხლაც თუნდაც როგორც მუშაობ მე ჩემ კლიენტებთან, გეშტალტის სამსახურება არის, იმიტომ რომ ამ რუკით რა გავაკეთოთ მერე? ამას გეშტალტი გვეუბნება ფაქტიურად. ხო, ოღონდ მე აქეთ შემოვიერთე გეშტალტი ასტროლოგიაში. ზოგი არის მაგალითად რომ ასტროლოგიას იყენებს გეშტალტში. მე ასტროლოგიაში ვიყენებ გეშტალტს. აი ეს გაცვლან ცენტრი ჩემი მაინც ასტროლოგია არის, ოღონდ უკვე თერაპიულად შევდივარ ადამიანთან ასტროლოგიის მეშვეობით. და თუმცა იმას მივყვები, რუკას მივყვები, ძალიან ისეთ მნიშვნელოვანად, უბრალოდ ვიყვები იმასგან, რომ ვლაპარაკობ ამ რუკაზე. ანუ ველის პერსპექტივაში რა ხდება, რომ შენ ხდები პლანეტა მისი, ხო, რომელიღაცა, რომელზეც
ყველა მთლიან სინთეზში. ხო, და მთლიან სინთეზში რუკას უყურებ, ენერგიას გრძნობ ადამიანის უკვე მთლიანად და შევდივართ და მე უკვე ხედავ როგორ იყენებს ადამიანი ამ პლანეტებს და მე ჩემ თავსაც ესე უყურებდი თერაპიაში გავიარე ჩემი რუკა ფაქტიურად. ოღონდ უფრო აი კარმული ასტროლოგია უფრო ღრმად გადის, ამ ჭრთილზე გადის და იგივე არის მე გეშტალტიც, ფსიქოანალიზიც ამას გვეუბნება, ოღონდ კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ეს კარმული ნაწილი არის, წინა ცხოვრებების დიდი ხნის არქეტიპული ენერგია არის ჩაფრესილი ჩვენში, ხო? და მე მაინც ამას ვხედავ, რომ თერაპიის გარეშე ამას ვერ დავამუშავებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი არის. შეიძლება რამდენიმე სეანსში მივხვდეთ, მაგრამ მე არის ეს გასაწერი გეგმა, სატურნიანული ენერგიები. როგორ შევცვალოთ თავი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის? სატურნის გარეშე ცვლილებების იმპლემენტაცია შეუძლებელი. მაგიტო ვართ მატერიაში, სხეული რატო გვაქვს, დროში რატო ვცხოვრობთ, ეს დრო სატურნია, სხეული სატურნია. და ამ დროსა და სივრცეში ჩვენ მატერიალურად რაღაცები უნდა გავაკეთოთ. ახლა მარტივს გეტყვი. მე მქონდა სერიოზული ფოთვა შინაგანი. ურანი მეოთხე სახლში მყავს და სახლის თემებში და როგორც კი დავიწყე, უბრალოდ სახლში საჭმელების გაკეთება ჩემთვის, ჩემი თავის მოვლა, საჭმელები დამშვიდდი. ამ დროს ცენტრი კი არ იყო რომ საჭმელი გავაკეთო. სტაბილურობა შევძენი ჩემ თავს. ქმედებაში, სახლის საქმეებში და ურანი ხო შფოთვაა და მეოთხე სახლი ოჯახი არის მაგალითად. ანუ თუ არაფერს არ ვაკონტროლებ, ურანულ შფოთვაში გადავდივარ, ხო? ისეთი ქაოსი სახლში და ეს ქაოსი რო არ იყოს, მე უნდა მქონდეს გაწერილი რუტინები. აი ძალიან მარტივი არის, ხო? მაგრამ ამ ჩვევა მიმხარეს იმშვიდე მომგვარა. და იქ შეიძლება მე თერაპიაზე ეგზისტენციალურ თემებს ვეჯახებოდე, მაგრამ ამ რუტინაში მე სერიოზულად დავლაგდი. აღარ მქონდა არაფერი ესეთი. ანუ სატურნი მოითხოვს ამას. კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან მარტივი გადასადგამი. ზოგჯერ ისეთი მარტივი არის და როგორ გონია დიდი პრობლემა. არ არის ყველაფერი მენტალურ ფსიქოლოგიაში გადასაწყვეტი. ზოგჯერ მარტივი ქმედებები არის. ზოგჯერ და მეწილად თვითონ. მეწილად. იმიტომ რომ ეგზისტენციალური ჩიხი და ეგზისტენციალური კრიზისი ადამიანებს არ აქვს ხშირად. ხო ეს რაღაც ეპიზოდური გამოცდილებებია ცხოვრებაში, ხო ეს არ არის უთვალავი. ხო რაღაც ქმედებები არის სატურნული. ეგზისტენციალურ კრიზისსა და კრიზისის შორის არის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა ასახები და ცვლილებებზე პასუხისმგებლობა ასახები. ამიტომ სატურნის გარეშე ჭირს ხოლმე და თერაპიად შედის ხშირად ჭირში, როდესაც ადამიანს აი ხშირად სუსტი სატურნი აქვს მაგალითად. მუდმივად საჭიროებს მაგალითად იმას, რომ თერაპევტს არაცნობიერად ველში თხოვსა იყოს მისი მშობელი, მასზე იყოს მამა, იყოს დედა და არ უნდა რომ გაიზარდოს და სუსტი სატურნი არის დაბრკოლება ძალიან ხშირად, ხო? და სხვა შეიძლება ერთი მინდა კიდევ ვთქვათ, რომ მე და ვახოს ცოტა ხანში გვექნება მალე დავაანონსებთ ჯგუფური ტრენინგი და ეს ეხლა ესე გადაწყვიტეთ წელს წინაზე ძალიან კარგი გამოგვივიდა ჯგუფური ჩვენ მე და შე რო გქონდა ჩართვა და ტრამვებთან და დაგვიძველდა ტრენინგი და ძალიან კარგად მინდა ზუსტად ეს კოლაბორაცია შევთავაზოთ ჯგუფურ ტრენინგზე დავაანონსებთ ამას ყველაფერს დავწერთ მე Facebook-ზე, Instagram-ზე და მოდი გავაკეთოთ ტრამვებზე, აი ჭრთილის ინტეგრაციაზე, რომელიც ტრამვებიც არის, სექსუალური ენერგიაც არის დახურული, ტაბუები არის, შიშები არის, წყენები არის, შეთან შეხვედრა გავაკეთოთ. ასტროლოგიური თვალსაზრისითაც და გეშტალტურის ასე ინდივიდუალურ ჯგუფურ თერაპიებში ჩავთვალოთ ინდივიდუალურად, ანუ ესეთი გარჩევით, რა ჯგუფური თერაპია. ძალიან მინდა რომ ეს პრაქტიკა ნენელა ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის ჯგუფურ ტრენინგებში დაინერგოს. მე ამაზე წიგნები დავწეროთ და შენ. ოკეი. ეს საკვლევი თემა არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. აი უძვირფასესი არის ჩვენი საკითხები. შენთან საუბარი, იმიტომ რომ ველში მივყვებით, ჩვენ არ გეგმავთ ხო რეალურად არის. აი დავჯდეთ და ახლა რა ვილაპარაკოთ, და გავყევით. ვიცოდით რომ ჭრილი გვინდოდა და ძალიან დიდი მადლობა, იმედია ახლა მსმენელებისთვისაც საინტერესო იყო. ძალიან ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს. ვახოს კონტაქტებს დავწერ, რა თქმა უნდა.
ვისაც გექნებათ ვახოსთან ფსიქოკონსულტირება, მაგალითად, სურვილით ვისაც გექნებათ და დაგვიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე, რა მოგეწონათ, რა მოგეწონათ, რა გაიგეთ, რა არ გაიგეთ, მოკლედ ველოდები ხოლმე ძალიან. ისე ველოდები კომენტარებს მართალია გითხრა. კომენტარებში შევხვდებით ჩვენ შრილებს. იქ ვიღაცას ხო, ეგეც არის. წარმოეწონები ისიც შრილში გახედებს და ლამაზი ჭტილი ოყან. ლამაზებიც და არც ისე ლამაზებიც. მადლობა მეგობრებო მოსმენისთვის და დროებით კიდე შევხვდებით.